საღამო მშვიდობისა, მე ვარ თეონა გეგელია და თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს. დღეს ვილაპარაკებთ მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის კენედების ისტორიის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს. მადლობა ჩვენს გამომწერებს და მათაც, ვინც ახლა შემოგვიერთდება. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა და აუცილებელია იმისთვის, რომ არხი განვითარდეს. ვისაც უფრო მეტად სურს დახმარება, მათთვის ბმული არის როგორც ამ ვიდეოს აღწერაში, ასევე არხის აღწერაშიც. ეხლა რატომ ავარჩიე ეს თემა? მქონდა ორი საინფორმაციო საბაბი. ერთია ის, რომ გადაიღეს სერიალი უმცროსი ჯონ კენედის და მისი მეუღლის კეროლინ ბესეტის შესახებ, რომლებიც დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში 1999 წელს და მეორედ სულ ცოტა ხნის წინ დეკემბერში ამ ოჯახმა დაკარგა კიდევ ერთი ახალგაზრდა წევრი, პრეზიდენტ კენედის ქალიშვილის შვილი, 35 წლის ტატიანა შლოსბერგი. ის გარდაიცვალა ლეიკოზით დიაგნოზის დასმიდან, სადღაც ორ თვეში ძალიან მალე მას შემდეგ, რაც მეორე შვილი გააჩინა. ეს არის კიდევ ერთი ტრაგედია ამ ოჯახის ისტორიიდან. ნებისმიერი ახალი ამბავი, მით უფრო ასეთი ტრაგიკული, რომელიც კენედებს უკავშირდება, არ ჩაივლის ხოლმე იმ ცნობილი ლეგენდის გახსენების გარეშე, თითქოს კენედები დაწყევლილები არიან და ყველა უბედურება, რაც სხვადასხვა დროს ამ დიდი ოჯახის ამ კლანის წევრებს შეემთხვათ, მოდის სწორედ ამ წყევლიდან. მაგრამ იმისთვის, რომ კარგად გავერკვეთ ამ ისტორიაში, მათ შორის გავიგოთ, საიდან მოდის ეს ლეგენდა, წყევლის შესახებ, უნდა დაუბრუნდეთ წარსულს და გავარკვიოთ, რა ოჯახია ეს, ვინ იყო მათი დამფუძნებელი წინაპარი და როგორ მოვიდნენ დღემდე. 1859 წელს პატრიკ კენედიმ და მისმა მომავალმა ცოლმა, ბრიჯიტ მერფიმ დატოვეს ირლანდია და საცხოვრებლად გაემგზავრნენ შეერთებულ შტატებში. ამავე პერიოდში აღმოჩნდნენ ამერიკაში პრეზიდენტ კენედის წინაპრები დედის მხრიდან. მაშინ ევროპას ტოვებდა ბევრი ირლანდიელი და უკეთესი ცხოვრების იმედით მიემგზავრებოდა ამერიკაში. ამ ემიგრაციას ჰქონდა ბევრი ობიექტური მიზეზი. ჯერ ერთი ირლანდიელები ძალიან მწვავედ განიცდიდნენ, რომ ექვემდებარებოდნენ ინგლისს. ამას დაემატა მე-19 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს საშინელი შიმშილი ირლანდიაში. მაშინ მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, რის შემდეგაც ემიგრაციის მასშტაბი გახდა კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. დღეს ამერიკაში ირლანდიელების ბევრი შთამომავალი ცხოვრობს, მაგრამ მაშინ მათთვის ამ ქვეყანაშიც არ იყო იოლი თავის დამკვიდრება, რადგან ამერიკას შექმნეს შეურიგებელმა პურიტანელებმა, ეს იყო ძირითადად პროტესტანტული ქვეყანა, ამიტომ კათოლიკები იქაც დიდად არ უყვარდათ. ყოველ შემთხვევაში ეჭვის თვალით უყურებდნენ. ცხადია, მოგვიანებით ეს სიტუაცია შეიცვალა და დღეს შეერთებულ შტატებში მშვიდად ცხოვრობს ბევრი კათოლიკე, მაგრამ ჯონ კენედისაც კი თავისი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოუწია იმის განმარტება, რომ ის კი არის კათოლიკე, მაგრამ ემხრობა, რომ სახელმწიფო და ეკლესია დარჩეს ესეთი მკვეთრად გამიჯნული, როგორც არის, რომ მისი აღსარებლობა არანაირად არ აისახება მის პოლიტიკურ საქმიანობაზე. ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემა იყო მაშინ, როდესაც მისი პირველი წინაპარი, პატრიკ კენედი და მისი ცოლი ამერიკის მიწაზე დასახლდნენ პატარა ქალაქში, ბოსტონთან ახლოს. დღეს ეს ისტ ბოსტონია, აღმოსავლეთ ბოსტონი. პრობლემა იყო ისიც, რომ დამკვიდრებული იყო სტერეოტიპი, თითქოს ირლანდიელებს მუშაობა არ უნდათ, რომ ისინი მთელი დღე სვამენ ვისკის და ლოთობენ. პატრიკ კენედი ძალიან ცდილობდა ცხოვრების ნორმალური პირობები მოეწყო, მაგრამ მან ეს ვერ მოასწრო. ამერიკაში ჩასვლიდან რამდენიმე წელიწადში ის გარდაიცვალა ქოლერით, მანამდე ამავე დაავადებით გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟიც, რომელიც მცირეწლოვანი იყო, პატრიკის ცოლი ბრიჯიტი დარჩა ამ თავის შვილებთან ერთად და ამ შვილებში ერთადერთი ვაჟი იყო პატრიკ ჯოზეფ კენედი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ბაბუა. როგორც ჩანს, კენედებს თავიდანვე არ აკლდათ ენერგია, ძალიან ბევრს მუშაობდა მისი დიდი ბებიაც, ჯონ კენედის ბებია ბრიჯიტი, რომელმაც ქონებაც დააგროვა და მისი ბაბუაც პატრიკ ჯოზეფი. კენედების ოჯახის ისტორიის ეს დასაწყისი არის ტიპური ამერიკული წარმატების ისტორია, ღარიბებმა ბევრი იმუშავეს და გამდიდრდნენ. პატრიკ ჯოზეფმა ნელ-ნელა გახსნა სალონები, სადაც ვაჭრობდა ალკოჰოლით. სალონები იყო რესპექტაბელური ბოსტონის კარგ რაიონებში. თავის შვილს ჯოზეფ პატრიკ კენედის, ანუ ჯონ კენედის მამას, აძლევს უკვე ძალიან კარგ განათლებას, კარგ სკოლაში, ბოსტონის ლათინურ სკოლაში, შემდეგ ჰარვარდშიც გააგზავნის. თავად კი დაკავდება პოლიტიკით, როგორც ამას ბევრი შეძლებული ამერიკელი აკეთებდა.
ის ხდება ბოსტონში და ზოგადად მასაჩუსეტსში გავლენიანი კაცი და ამ დროს მისი კონკურენტია კიდევ ერთი ირლანდიელი ემიგრანტი შთამომავალი, რომელიც იმ მომენტისთვის კიდევ უფრო მდიდარია. ეს იყო ჯონ ფიცჯერალდი. ის იყო იმდენად კაშკაშა და სიმპათიური კაცი, რომ მას უწოდებდნენ ჰანი ფიც, ტკბილ თაფლის ფიც და ეს ჰანი ფიცი იყო ამერიკაში დაბადებული პირველი კათოლიკე ირლანდიელი, რომელიც გახდა ბოსტონის მერი. ამიტომ, როდესაც მისი ვარამტრის, მაგრამ კონკურენტის პატრიკ კენედის შვილმა, ჯოზეფ კენედიმ დაიწყო მისი ქალიშვილის როუზის მოხიბლა, მამა ფიცჯერალდს ეს არ მოეწონა. მიუხედავად ამისა, ჯოზეფ კენედი 7 წელი ცდილობდა მის ცოლად მოყვანას და ბოლოს მიაღწია თავისა. 1914 წელს ისინი დაქორწინდნენ და ამ ქორწინების შედეგად დაიბადნენ მომავალი პრეზიდენტი ჯონ კენედი, რობერტ კენედი და მათი ბევრი დედმამიშვილი, ისინი სულ 8 იყვნენ. როუზ კენედი იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი, ის უკვე მდიდარ ოჯახში იყო გაზრდილი, მთელი ცხოვრება დაკავებული იყო ქველმოქმედებით და თავისი მრავალშვილიანი ოჯახით. განათლების მიღებისადმი რაღაც განსაკუთრებულ ინტერესს არ ამჟღავნებდა. 1951 წელს რომის პაპმა პიუს მე-12-მ ქველმოქმედების გამო მას უბოძა გრაფინიას ტიტული. როუზ კენედი მიცოცხლა ძალიან დიდხანს, მოესწრო თავისი 4 შვილის სიკვდილს და გარდაიცვალა 104 წლის. ვიდრე როუზ კენედი დაკავებული იყო სახლის საქმეებით და ზრდიდა თავის შვილებს, მისი ქმარი ჯოზეფი შეუვიდა ფულს და ძალიან წარმატებულადაც ფულს დებდა უძრავ ქონებაში. თამაშობდა ბირჟაზე და ძალიან სწრაფად მდიდრდებოდა. ის გახდა ბანკის მმართველთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარე იმ დროისთვის. დღეს ჯოზეფ კენედიზე ბევრს კი ამბობთ, რადგან ჯერ ერთი მასთან არის დაკავშირებული ის ცნობილი ლეგენდა კენედების წყევლაზე და მეორეც ეს კაცი იყო ამ დიდი ოჯახის და დიდი კლანის სიმძიმის მთავარი ცენტრი და ალბათ ყველაზე მძიმეწონიანი კენედი მთელ ამ საგვარეულოში, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მის შთამომავლებს უფრო იცნობენ და პირველ რიგში იცნობენ მის პრეზიდენტ შვილს. ჯოზეფ კენედი იყო ძალიან წინააღმდეგობრივი ფიგურა, ძალიან ამბიციური და დიდი ენერგიის. როდესაც მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადაავლებ თვალს, პირდაპირ თვალშისაცემია ის თუ რამდენად მოქნილი შეიძლება იყოს ადამიანი, როდესაც რაღაც დიდი მიზანი აქვს და როგორ შეუძლია გვერდზე გადადოს თავისი პირადი შეხედულებებიც კი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ეს იყო ნამდვილი პოლიტიკოსი ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, ანუ სადავო რეპუტაციის და როდესაც გარემოებების გამო ვერ შეძლო ამ პოლიტიკურ ასპარეზზე თავისი ამბიციების რეალიზება, მაგრამ ის სერიოზულად ფიქრობდა ამერიკის პრეზიდენტობაზე, ხელი არ ჩაუქნევია და ამ მიზანს მაინც მიაღწია თავისი შვილის საშუალებით. ეხლა რა გარემოებები იყო ის, რამაც ჯოზეფ კენედის პოლიტიკურ კარიერას, რომელიც წარმატებით დაიწყო, ხელი შეუშალა. საბჭოთა პროპაგანდას ძალიან უყვარდა იმაზე მინიშნება, რომ ჯონ კენედის მამას ჰქონდა კავშირები მაფიასთან. რა იყო ამ ბრალდებაში სიმართლე და რა ტყუილი არის რთული გამოსარჩევი, ამერიკელი განგსტერი ფრენკ კასტელო ბევრი წლის შემდეგ ტრაბახობდა, რომ თითქოს 1920-იან წლებში მშრალი კანონის დროს ის და ჯოზეფ კენედი დიდ საქმეებს ატრიალებდნენ ერთად. მაგრამ ისტორიკოსების უმრავლესობა ამას არ ეთანხმება. ჯოზეფ კენედი მართლაც ვაჭრობდა უზარმაზარი რაოდენობის ალკოჰოლით, მაგრამ ის ამას აკეთებდა უფრო 1930-იან წლებში, როდესაც მშრალი კანონი დასრულდა. მაგრამ ისიც იოლად სავარაუდოა, რომ მისი ურთიერთობა კანონთან იყო ისეთი, როგორც მას აწყობდა. სამაგიეროდ დადასტურებულად ცნობილია სხვა ფაქტები. როდესაც 1929 წელს ამერიკაში დაიწყო კრიზისი, ჩამოიშალა ნიუ-იორკის ბირჟა, ძალიან ბევრი მეწარმე, ბანკირი გაკოტრდა და საბოლოოდ ამას მთელი ამერიკული ეკონომიკა შეეწირა და შემდეგ ნახევარი მსოფლიოსიც, ჯოზეფ კენედი გამდიდრდა. 1920-იანი წლები იყო შეერთებული შტატების აღყვავების და დიდი ეკონომიკური აღმასვლის პერიოდი და არავინ ელოდებოდა კატასტროფას. ამ დროს ჩვენი გმირი ბირჟაზე თამაშობს და როგორც თავად ხსნიდა, მოგვიანებით ის დააეჭვა იმან, რომ ამერიკის ეკონომიკა რაღაც ძალიან ხნედ ვითარდებოდა. როდესაც ფეხსაცმლის მწმენდავმაც კი დაიწყო მასთან აქციების ყიდვაზე ლაპარაკი, ამან ის დააფიქრა, იგრძნო რომ იქნებოდა ბუშტი, რაც რა თქმა უნდა მეტყველებს მის ინტუიციასა და გამჭრიახობას. მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ მას თითქმის არ ჰქონდა თანაგრძნობის უნარი. ეს იყო ძალიან ხისტი, ცივი კაცი თავისი ხასიათით და ეს ვლინდებოდა ყველაფერში მისი ცხოვრების განმავლობაში. და მაშინ, როდესაც ყველა მდიდრდებოდა, ის იყენებს იმას, რასაც ბირჟაზე უწოდებენ მოკლე პოზიციას. ესაა ისეთი ქცევა ბირჟაზე, როდესაც ადამიანი იგებს, მაშინ, როდესაც აქციები უფასურდება. და ასეც მოხდება, აქციები გაუფასურდება, უამრავი ადამიანი გაკოტრდება, ჯოზეფ კენედი კი კიდევ უფრო გამდიდრდება და ხდება ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.
1930-იან წლებში ამ დეპრესიის ფონზე ის ძალიან ბევრ ფულს დებს უძრავ ქონებაში და კინოშიც. ესაა ჰოლივუდის ოქროს საუკუნე. ის ცდილობს საკუთარი კინოინდუსტრიის შექმნასაც, კინომაგნატი ის არ გამხდარა, მისი შემოსავლების წყარო უფრო სხვა სფეროები იყო, მაგრამ ის თავით გადაეშვა ამ ჰოლივუდის ცხოვრებაში და ჰქონდა უამრავი სასიყვარულო რომანი, ისევე როგორც ექნება მოგვიანებით მის შვილს. ამ დროს მას ჰქონდა რომანი ცნობილ ვარსკვლავთან, გლორია სვენსონთან, მისი რამდენიმე ფილმიც დააფინანსა, მათი დაშორების მიზეზს მსახიობი ასე აღწერდა, რომ ისინი დაშორდნენ მას შემდეგ, რაც ჯოზეფ კენედიმ მას ძალიან ძვირფასი საჩუქარი მიართვა, შემდეგ კი გაირკვა, რომ ამ საჩუქრის ფული მისი ანგარიშიდან ჩამოუჭრია. და აი ამ პერიოდში ის 40 წელზე მეტისა არის მდიდარი, მოძრაობს ცნობილი და მდიდარი ადამიანების წრეებში და ისევე როგორც მამამისს, ოღონდ ბევრად უფრო მაღალ დონეზე უჩნდება პოლიტიკური ამბიციები. რაღაც მომენტში ის დაუმეგობრდა რუზველტის შვილს, ჯეიმს რუზველტს და 1932 წელს ფრანკლინ რუზველტის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მას ძალიან დაეხმარება. პრეზიდენტი მას ენდობოდა. რუზველტი ამ დროს ატარებს თავის ახალ კურსს, რომელიც ცვლის ამერიკულ ეკონომიკას, ებრძვის დეპრესიას, ეს პოლიტიკა ეფუძნებოდა საბაზრო ეკონომიკის რეგულირებას. მას ამის გამო შეხვდა ბევრი კრიტიკა, ვიღაც კომუნისტს ეძახდა, სხვები ეძახდნენ ქვეყნის გადამრჩენელს, მაგრამ ჯოზეფ კენედი იყო მის გვერდით და ის ფიქრობდა, რომ რუზველტი 2 ვადის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი აღარ იქნებოდა, ის იყრიდა თავად კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად და რუზველტი მას დაეხმარებოდა. ამ დროს ის მუშაობდა ახალი კურსის დროს რუზველტის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს ხელმძღვანელად. ეს იყო შეერთებული შტატების ბირჟებთან და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული კომისია. პარალელურად ქალაქ დეტროიტში ძალიან პოპულარული და გავლენიანი გახდა კათოლიკე მღვდელი ჩარლზ კოპლინი. მას მიჰყავდა რადიო გადაცემა. რადიო ამ დროს არის მთავარი მედია, ყველა უსმენს რადიოს. კოპლინის მგზნებარე ქადაგებები, რომელიც იყო მძიმე ტრადიციონალისტი, ანტისემიტი, ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელს. თავიდან მას რუზველტი მოსწონდა, მაგრამ ახალი კურსის შემდეგ დაიწყო მასზე თავდასხმა, ამბობდა, რომ რუზველტი ღუპავს ამერიკას, რომ ეს პოლიტიკა არის საშინელი, რომ არ შეიძლება ევროპის საქმეებში ჩარევა, რომ კომუნისტებს უნდათ ამერიკის დაღუპვა და რუზველტი ლამის კომუნისტია. პრეზიდენტი კენედის და არამხოლოდ მისი სხვა კათოლიკეების დახმარებითაც ცდილობდა ამ პასტორის დაშოშმინებას. შემდეგ გაირკვა, რომ კენედი საერთოდ მეგობრობდა ამ კაცთან. მოკლედ, ასია თუ ისე ის ჩაერთო ამ საქმეში და ცდილობდა პრეზიდენტის დახმარებას. ხოლო ის, რომ ის ასეთ ადამიანთან მეგობრობდა, ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ჯოზეფ კენედის შეხედულებებიც იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ამ პასტორის, ეს კარგად გამოჩნდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ფრანკლინ რუზველტისთვის ფაშიზმთან ბრძოლა და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აბსოლუტურად სხვა შეხედულებები ჰქონდა ჯონ კენედისაც, მაგრამ ჯოზეფ კენედი, რომელიც მეგობრობდა რუზველტთან და იყო ჯონ კენედის მამა, იყო ტრადიციონალისტი, ანტისემიტი, ფაქტობრივად სიმპათიით იყო ჰიტლერის მიმართ, უბრალოდ რაღაც მომენტში მიხვდა, რომ არ იყო საჭირო ამის საჯაროდ გამოხატვა. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჯოზეფ კენედის ეს შეხედულებები არ იყო ბოლომდე გარკვეული. 1938 წელს მას პრეზიდენტი რუზველტი ნიშნავს ძალიან საპატიო თანამდებობაზე ამერიკის ელჩად დიდ ბრიტანეთში, სადაც ის გაემგზავრება ოჯახთან, ცოლთან და შვილებთან ერთად. აქაც კარგ დროს ატარებს, უამრავი ნაცნობი ჰყავს დადის წვეულებებზე და კაშკაშებს, მაგრამ ამ დროს იწყება მეორე მსოფლიო ომი. კენედი იზიარებდა აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკას, რაც პოპულარული იყო 30-იანი წლების ინგლისსა და საფრანგეთში. რომ უნდა დაეთმოთ ჰიტლერისთვის, მაგალითად ჩეხოსლოვაკია და მშვიდობა შენარჩუნდებოდა. საინტერესოა, რომ რუზველტი ამ მოსაზრებებს არ იზიარებდა. მოკლედ კენედი იწყებს ელჩად მუშაობას და რწმუნდება, რომ ბრიტანეთი ვერასდროს გაუმკლავდება გერმანიას და აი ამ დაშოშმინების პოლიტიკასაც, როგორც ჩანს, ამის გამო ემხრობოდა. მერე კიდევ თავს უფლება მისცა და თქვა, რომ ინგლისში დემოკრატია მოკვდა. მას ადანაშაულებდნენ, რომ ლამის ნაცისტური შეხედულებები ჰქონდა, მაგრამ არსად ჩანს ამის მტკიცებულებები, რომ რაღაც ნაცისტური უთქვამს. თუმცა ებრაელები საშინლად არ უყვარდა, ამბობდა, რომ ებრაული ლობია იმდენად ძლიერია ამერიკაში, რომ ისინი ცდილობენ გერმანიაში ებრაელების დევნის მიმართ ყურადღების მიპყრობას. შემდეგ თავს იმართლებდა, რომ ზოგიერთ ებრაელზე კი ვამბობდი ცუდ რაღაცებს, მაგრამ ზოგადად ანტისემიტი არ ვარო და ასე შემდეგ.
როდესაც 1940 წელს გერმანიამ დაიწყო ბრიტანეთის დაბომბვა და მთელი ქვეყანა გაერთიანდა მტრის წინააღმდეგ, კენედის მოსაზრებები, რომ ბრიტანეთი განწირულია, რა თქმა უნდა, არავის მოსწონს და ამას დაემატა ქცევა, რომელიც მთელმა ინგლისურმა საზოგადოებამ მიიღო ძალიან ცუდად. როდესაც ლონდონის ძლიერი დაბომბვა დაიწყო, ის გაემგზავრა ქალაქგარეთ. ბევრი მოიქცა, ასე ვისაც საშუალება ჰქონდა, მაგრამ მეფე არსად წასულა თავის ოჯახთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ სთავაზობდნენ. ჩერჩილიც ლონდონში იყო, მართალია გარკვეულ დროს ატარებდა ბუნკერში, მაგრამ ხშირად ამოდიოდა ბუნკერიდან. კენედის რომ ქალაქგარეთ ოჯახი გაეგზავნა და თავად დარჩენილიყო საელჩოს შენობაში, მაშინ ეს ალბათ სხვა საქმე იქნებოდა. ამ ყველაფერმა მისი რეპუტაცია ცხადია დააზიანა და 1940 წელს მას ამერიკაში აბრუნებენ. მის ოცნებას პრეზიდენტობაზე პერსპექტივა აღარ აქვს და მთელ თავის ამბიციებს და ენერგიას მიმართავს თავისი შვილებისკენ. თავიდან მთავარი მეც ის ამყარებდა უფროს ვაჟს, უმცროს ჯოზეფ კენედის, რომელსაც უნდა დარჩენოდა მამის ქონების დიდი ნაწილი. თან მას ამზადებდნენ პოლიტიკური კარიერისთვის, მაგრამ აქ იწყება კენედების ოჯახის უბედურება. და აქ უნდა ვთქვათ, ალბათ იმ ცნობილი წყევლის შესახებ, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. მეორე მსოფლიო ომი დაწყებულია 1939 წელია და ჯოზეფ კენედი გემით მიემგზავრება ამერიკაში. ამავე გემზე არიან ლუბოვიჩელი ხასიდების, ძალიან რელიგიური ებრაელების ახალგაზრდა წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი რებეს, მეექვსე რებეს რჩევით ტოვებენ ჯერ პოლონეთს, შემდეგ რიგას, რომ გააღწიონ ამერიკაში. ამ ახალგაზრდებთან ერთად არის მეექვსე რებეს წარმომადგენელი ამერიკაში, ხასიდელი რაბინი რებე ისრაელ იაკობსონი. ეს კაცი 1975 წლამდე იცოცხლეს. ჯოზეფ კენედის დამოკიდებულების შესახებ ებრაელების მიმართ უკვე გითხარით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ებრაელთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა, არ უყვარდა ებრაელები და როდესაც ეს სტუდენტები გემზე ცდილობენ რაღაც ებრაული დღესასწაულების აღნიშვნას, კენედიმ ეს აღშფოთებულმა გააპროტესტა და არსებობს ლეგენდა, რომ ამ რებე იაკობსონმა დაწყევლა კენედი და მთელი მისი შთამომავლობა კაცების ხაზი. მაგრამ ჯერ ერთი ამ ოჯახში ქალებსაც არანაკლებ ტრაგიკული ბედი აღმოაჩნდებათ, მართლა ძალიან დიდია ამ გვარში ძალადობრივი სიკვდილის შემთხვევები, ახალგაზრდების გარდაცვალება, მკვლელობები, უბედური შემთხვევები და ავარიები. მეორე მხრივ, კენედების ოჯახი ძალიან დიდი იყო და რაც უფრო დიდია ოჯახი, უბედურებად შეიძლება ბევრი დაატყდეს თავს. ყველაფერი დაიწყო როზმარი კენედის ტრაგედიით. კენედების 8-შვილიან ოჯახში იყო 5 ქალიშვილი და 3 ვაჟი. როზმარი დებიდან იყო უფროსი. მას, როგორც ჩანს, ჰქონდა რაღაც ფსიქიკური დაავადება, ფოტოებზე ჩანს ძალიან მხიარული გოგო, მაგრამ ჰქონდა უცნაური შეტევები და ქცევა. მამამ მის უთხრეს, რომ თუ კი გაუკეთებდნენ ლობოტომიას, ეს მას დაეხმარებოდა. და როდესაც მას ეს ოპერაცია გაუკეთეს, ის აბსოლუტურად უუნარო გახდა, მისი ინტელექტი დავიდა 2 წლის ბავშვის ინტელექტამდე, ვერ მოძრაობდა და ვერ ლაპარაკობდა. მრავალი წელი გაატარა საავადმყოფოში, სადაც ცხადია მას ზრუნავდნენ, მაგრამ ის ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდა. ამ ამბავს თითქოს უმალობდნენ ნათესავებსაც კი და მხოლოდ სიკვდილის წინ გათქვა ჯოზეფ კენედიმ თუ სად იყო მისი ქალიშვილი სინამდვილეში, სხვათა შორის როზმარიმ ძალიან დიდხანს იცოცხლა და გარდაიცვალა 2005 წელს. უმცროსი ჯოზეფ კენედი დაბადებული იყო 1915 წელს და 2 წლით იყო უფროსი თავის ძმაზე, ჯონ კენედიზე. ომის დროს მსახურობდა არმიაში, იყო მფრინავი. 1954 წლის აგვისტოში მან მონაწილეობა მიიღო ძალიან სარისკო და უცნაურ ექსპერიმენტში. ამ დროს გერმანელები უტევენ ბრიტანეთს და ბომბავენ ფაოს რაკეტებით, რომლებიც კვეთენ ლა-მანშს, აღწევენ ბრიტანეთამდე და ნუ მას ანგრევენ ფაქტობრივად. და მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება. თავდაპირველად ამ ოპერაციას ერქვა აფროდიტა, შემდეგ უწოდეს გრდემლი. არის ვარაუდი, რომ ეს იდეა გაუჩნდათ კამიკაძეების მაგალითით. მოკლედ შექმნეს თვითმფრინავები, ფაქტობრივად უპილოტო და იდეა იყო ასეთი, რომ 2 პილოტი უნდა აფრენილიყო, მიემართა თვითმფრინავი იმ ადგილისკენ, სადაც იყო ეს გამშვები დანადგარები, აემოქმედებინათ ასაფეთქებელი მოწყობილობა და ვიდრე იყვნენ ბრიტანეთის ტერიტორიაზე, უნდა მოეხდინათ კატაპულტირება. პარაშუტებით დაშვებულიყვნენ მიწაზე. თვითმფრინავი კი განაგრძობდა მიზნისკენ ფრენას. ერთ-ერთ ასეთ თვითმფრინავს მართავდა უმცროსი ჯოზეფ კენედი კიდევ ერთ ახალგაზრდა მფრინავთან ერთად. მათ თითქოს გააკეთეს ყველაფერი ინსტრუქციის მიხედვით, თვითმფრინავი აფრინდა, მაგრამ მალევე აფეთქდა და ორივე პილოტი დაიღუპა. ასე დაკარგა ჯოზეფ კენედიმ უფროსი შვილი.
1958 წელს ჯოზეფ კენედის კიდევ ერთი ქალიშვილი, კეტლინ კენედი დაიღუპება ავიაკატასტროფაში. მანამდე ის ძმის გარდაცვალებიდან ერთ თვეში ომში დაკარგავს მეუღლეს. რამდენიმე წელიწადში თავის ახალშეყვარებულთან ერთად გაფრინდება პარიზიდან კანში, ეს თვითმფრინავი მოჰყვება ქარიშხალში და ჩამოვარდება ბორტზე. ყველა მგზავრი დაიღუპება, მათ შორის 28 წლის კეტლინ კენედიც. მას შემდეგ, რაც უფროს ვაჟს დაკარგავს, ჯოზეფ კენედი მთელ თავის ამბიციებს მიმართავს შემდეგი შვილისკენ, ჯონ კენედისკენ. ამერიკის 35-მე პრეზიდენტი არის ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის მეორე მთავარი გმირი კენედების ოჯახიდან და მთავარი კენედი, რომლის წყალობითაც ეს ოჯახი ამდენად ცნობილი გახდა და სავარაუდოდ არამხოლოდ მისი პრეზიდენტობის გამო. როგორც ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, კენედის პოპულარობა მილიონჯერ გაზარდა მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა და საინტერესოა ის, რომ არ მოეკლათ და ამერიკა ემართა თუნდაც ერთი ვადით, ბოლომდე რა გვეცოდინებოდა მის შესახებ. იქნებოდა თუ არა ის ერთ-ერთი რიგითი პრეზიდენტი ამერიკის, თუ რაღაც გამორჩეულ კვალს დატოვებდა. არსებობს უამრავი ვარაუდი ამის შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია. ეხლა რომ დავუბრუნდეთ იმას, თუ როგორ ცხოვრობდა ჯონ კენედი, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, რას აკეთებდა ის, ვიდრე მისი მამა შეუვლობდა ფულს, მილიონებს და ოცნებობდა პრეზიდენტობაზე. ის იზრდებოდა ძალიან კარგ პირობებში, გარშემორტყმული ნათესავებით, მათ ზრუნვასა და სიყვარულში. თავდაპირველად ის სწავლობდა ნორმალურად, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევების გარეშე თან მას ჰქონდა სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის, განსაკუთრებით ხერხემლის და ეს დაავადებები მას ხელს უშლიდა არათუ სწავლაში, არამედ ზოგადად ნორმალურ არსებობაში. მაგალითად, პრეზიდენტობის წლებში მისთვის ყავარჩნებით გადაადგილება ბევრად მოსახერხებელი იყო, მაგრამ ამის უფლებას თავს არ აძლევდა. თუმცა ყავარჯნები მუდმივად სადღაც ახლოს ეწყოდა, ფოტოკამერებისგან მოშორებით მათ იხენებდა. თავისი ნათესავების მსგავსად, ისიც იყო ძალიან ენერგიული, აქტიურად იყო დაკავებული სპორტით და თავისი ჯანმრთელობის პატრონი ასმაგად მეტ ძალისხმევას ხარჯავდა ამ სპორტულ და ენერგიულ თამაშებზე. სხვადასხვა ადგილას ცდილობდა სწავლას, მათ შორის ლონდონის ეკონომიკის სკოლაში, სავარაუდოდ ასევე ჯანმრთელობის გამო ხელი ეშლებოდა, მაგრამ საბოლოოდ ჩააბარებს და ბრწყინვალედ დაამთავრებს ჰარვარდს, სადაც მამამისიც სწავლობდა, დაამთავრებს საერთაშორისო ურთიერთობების განხრით და როგორც ჩანს უკვე ფიქრობდა პოლიტიკურ კარიერაზე, როდესაც მამამისი ბრუნდება ინგლისიდან, ის ეხმარება მას მემუარების წერაში, ბევრს მოგზაურობს ლათინურ ამერიკაში და როდესაც ამერიკა ებმება მეორე მსოფლიო ომში, უფროსი ძმასავით, რომელიც მისთვის მაგალითი იყო, მასაც ძალიან უნდოდა ომში წასვლა. ჯანმრთელობის გამო დიდხანს არ მიხავთ. მერე დაუშვებენ რეზერვში და ბოლოს მიაღწევს იმას, რომ გაუშვებენ ფლოტში მსახურებისთვის, სადაც ხელმძღვანელობს სატორპედო კატარხს. მეორე მსოფლიო ომის დიდი ნაწილი მიმდინარეობდა ამერიკას და იაპონიას შორის უზარმაზარ სივრცეებზე, წყნარი ოკეანის, ფილიპინების, ინდოჩინეთის, სადაც დაიღუპა უამრავი ამერიკელი ჯარისკაცი. 1953 წელს კენედის კატარღა დაინახავს იაპონურ გემს და ხვდებიან, რომ ეს ბრძოლა იქნება უთანასწორო. მათ კატერს დააზიანებენ და ჯონ კენედი კიდევ ერთ თანამებრძოლთან ერთად, რომელიც დაჭრილია, აღმოჩნდება ღია ზღვაში. ყველაზე ახლო მიწა ეს იყო კუნძული 5 კილომეტრში. და აქ მომავალი პრეზიდენტი ახდენს ფაქტობრივად სასწაულს. მისი ჯანმრთელობის გათვალისწინებით ის ამ დაჭრილ თანამებრძოლთან ერთად, რომელსაც თავად მიათრევდა, გაცურავს ამ 5 კილომეტრს, შემდეგ კიდევ რამდენიმე კილომეტრს და ბოლოს იპოვის ნავს იაპონელების დატოვებულ ცოტა საჭმელს და წყალს, რაც მათ გადაარჩენს, იმიტომ რომ ბოლო დღეების განმავლობაში მშივრები იყვნენ. ბოლოს კი მათ იპოვნიან და გადაარჩენენ. ეს იყო მართლაც გმირული ქცევა, რის გამოც მას შემდეგ დააჯილდოვებენ და წინასაარჩევნო კამპანიაშიც ამ ფაქტზე აქცენტი კეთდებოდა. ეს ყველაფერი მოხდა ძმის სიკვდილამდე 1 წლით ადრე. 1956 წელს ჯოზეფ კენედი დაითანხმებს ერთ-ერთ კონგრესმენს, ჯეიმს მაიკლ კერლის, რომელიც კონგრესში გავიდა დემოკრატებისადმი ლოიალური ოლქიდან, რომ ადგილი დაუთმოს მის შვილს და სანაცვლოდ პირდება და შეასრულებს ამ პირობას, რომ დაეხმარება მას ბოსტონის მერად არჩევაში. ასე მოხდება 1957 წელს ჯონ კენედი კონგრესში. საინტერესოა, რომ მამამისს რესპუბლიკელების მიმართ ჰქონდა სიმპათია, მაგრამ ტრადიციულად ის მოქმედებდა პრაგმატულად და არა შეხედულებების მიხედვით და ისიც კი თქვა, იმდენი ფული დავხარჯე ჩემი შვილის კამპანიაზე, რომ საკუთარ მძღოლსაც კი გავიყვანდი კონგრესშიო. მოგვიანებით 1960 წელს, როდესაც ჯონ კენედი უკვე საპრეზიდენტო კანდიდატია, მამამისი ეტყვის მის კონკურენტ რიჩარდ ნიქსონს: ჩემი შვილი თუ კანდიდატად ვერ გავა, შენ მოგცემ ხმასო.
კენედი გაიმარჯვებს პატარა სხვაობით და საინტერესოა, რომ ამერიკის ისტორიაში პირველად მათი დებატები გადაიცემა ტელევიზიით და აღმოჩნდება, რომ ისინი, ვინც დებატებს რადიოთი უსმენდნენ, ნიქსონს მიანიჭეს უპირატესობა, ტელემაყურებლებმა კი კენედის, რადგან ის ბევრად კარგად გამოიყურებოდა, იყო ახალგაზრდა და დამაჯერებელი. ამ დებატების შემდეგ პოლიტექნოლოგები მიხვდებიან, თუ რა გავლენა აქვს კინემატოგრაფიულ ეფექტს. ჯონ კენედის კამპანიას ხელმძღვანელობდა მისი ძმა, რობერტი „ბობი“ კენედი, რომელსაც გაპრეზიდენტების შემდეგ კენედი გენერალურ პროკურორად დანიშნავს. მათი გზები ზოგჯერ სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა, მაგალითად, ბობი კენედი იყო ცნობილი სენატორის მაკარტის კომისიაში, რომელმაც ამერიკაში გააჩაღა ბუდიანებზე დევნა და ყველა მემარცხენეს კომუნისტად ნათლავდა. ოღონდ ეს იყო 50-იანი წლების დასაწყისში. მოგვიანებით ისინი ერთად იმუშავებენ სენატის კომიტეტში, რომელიც სწავლობდა პროკავშირების კავშირს ორგანიზებულ დანაშაულთან. ეს კავშირი იყო მართლაც ძალიან ძლიერი მაფია პროკავშირებს ძალიან იყენებდა და ამ დროიდან ძმებს ექნებათ ორგანიზებულ დანაშაულთან მებრძოლების, ანუ კრიმინალის მტრების რეპუტაცია. ამასობაში ახლოვდება 1960 წელი საპრეზიდენტო არჩევნები. ცხადია, მამა კენედის ფულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შვილის წარმატებაში, მაგრამ იმის თქმა, რომ ჯონ კენედი მამამისის ფულის წყალობით აირჩიეს პრეზიდენტად, არის სრული სისულელე. მან დააფინანსა კამპანია, რომელიც იყო ძალიან კარგი, თან კენედიმ გაიმარჯვა უამრავი სხვა ფაქტორის წყალობით და, რა თქმა უნდა, საკუთარი უნარების დამსახურებით პირველ რიგში, ჯერ დემოკრატიული პარტიის არჩევნებში, შემდეგ ნაციონალურ დონეზე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი. 1960-იანი წლები ეს იყო ახალგაზრდული მოძრაობების ბუმი. კენედი იყო ახალგაზრდა, იმავდროულად ომის ვეტერანი. მისი სიტყვით გამოშვები იყო ძალიან შთამბეჭდავი და გამორჩეული. ის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს ამბობდა აუდიტორიისთვის. ჰქონდა ძალიან კარგად დამუშავებული სოციალური პროგრამა, ამომრჩევლებს პირდებოდა ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლას, ამასთანავე მხარს უჭერდა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლას, რაც სამხრეთის შტატებში მხარდაჭერას უმცირებდა, მაგრამ ამ რისკის შესამცირებლად ვიცე-პრეზიდენტად სწორ კანდიდატს შეარჩევს ლინდონ ჯონსონის სახით. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მისი ახალგაზრდა ცოლიც, ჯეკი კენედი და ისინი ერთად ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ და ძალიან მიმზიდველი წყვილი სიერი ჰქონდათ. მათ ჰყავდათ 4 შვილი, მაგრამ აქედან 2 დაბადებისთანავე მოუკვდათ. პირველი შვილი გოგო და ბოლო ბიჭი, რომელიც მამის მკვლელობამდე 3 თვით ადრე დაიბადა და მხოლოდ 2 დღეს იცოცხლა. მანამდე 53 წლის ჯონ კენედი ხდება პრეზიდენტი და ხვდება მძიმე პრობლემები. პირველ რიგში საერთაშორისო არენაზე. ეს არის ცივი ომი, რევოლუცია კუბაზე, რაც თავის პიკში მოიტანს კარიბის კრიზისს და ბერლინის კედლის აშენებას. საბედნიეროდ მსოფლიო მაშინ გადაურჩება რეალურ ბირთვულ ომს და ეს, რა თქმა უნდა, იყო კენედის დამსახურებაც. ესაა 1960-იანი წლები, როგორც თქვით, მსოფლიოში მემარცხენე იდეების ბუმია, ჩინეთში მალე კულტურული რევოლუცია იქნება, ვიეტნამში დაპირისპირება ამ ქვეყნის კომუნისტურ ნაწილთან, ამერიკელებისთვის ცხადი ხდება კომუნიზმის შეკავების აუცილებლობა. მოკლედ, პრეზიდენტ კენედის ხვდება საერთაშორისო და საშინაო პრობლემების მთელი კრებული. აქედან ნაწილს აგვარებს, ნაწილს ვერ, რადგან ამერიკაში პრეზიდენტებს ხშირად კონგრესის თანხმობა სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ის თან სრული 3 წელიც კი არ იყო პრეზიდენტი. თავად ვერ მოესწრო სეგრეგაციის გაუქმებას, მაგრამ ის მხარს უჭერდა აფრო-ამერიკელების ბრძოლას თავიანთი უფლებებისთვის, როგორც შეეძლო. ცხადია, სამხრეთის შტატების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერეოდა, არ ჰქონდა ამის უფლება, მაგრამ მხარდაჭერას ცდილობდა. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, სწორედ კენედის იდეა იყო ადამიანის მთვარეზე გაგზავნა და დაბრუნება, რაც ასევე მოხდება, ოღონდ მისი სიკვდილის შემდეგ. ის ამ თავისი ინიციატივებით და იდეებით ბევრ ადამიანს შთააგონებდა, უხსნიდა მათ აბსოლუტურად ახალ პერსპექტივებს და ეს ყველაფერი უცებ შეწყდა 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის ქალაქ დალასში. სადაც ის ჩავიდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ პრობლემები იყო დემოკრატიული პარტიის შიგნით, მეორეც მას სჭირდებოდა სამხრეთში დემოკრატების ხმები, ახლოვდებოდა წინასაარჩევნო კამპანია. ბევრს არ მოსწონდა მისი პოზიცია ფერადკანიანების უფლებებთან დაკავშირებით. ეს იყო რთული ვიზიტი, მაგრამ დაიწყო ძალიან კარგად. ხალხი ხვდებოდა ქუჩებში აღფრთოვანებით და დღისით პირველის ნახევარზე მას კლავენ.
მკვლელობის შესახებ არსებობს უამრავი შეთქმულების თეორია, ერთი ვიდეო რომ არ ეყოფა იმდენი. გეტყვით მხოლოდ, რომ ვერაფრით დამტკიცდა იმის საპირისპირო, რაც უორენის კომისიამ დაასკვნა, რომელიც სპეციალურად იძიებდა ამ მკვლელობას. სულ ცოტა ის, რომ მკვლელი იყო ლი ჰარვი ოსვალდი, ეს არ ბათილდება, მაგრამ ეჭვები როგორც არსებობდა, ისე არსებობს დღესაც და ალბათ იარსებებს მომავალში. დღეს ეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ უსაფრთხოების ზომები იმდენად არ იყო დაცული, რომ პირადად ჩემი აზრით საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ ვიღაცას მსგავსი რამ გაებედა. მაგალითად, წინასწარ გამოქვეყნებული იყო პრესაში პრეზიდენტის მარშრუტი დეტალურად და მისი კორტეჟი როგორ იმოძრავებდა. სხვადასხვა ამ მკვლელობის შემდეგ აიკრძალა პრეზიდენტების ღია ავტომობილებით გადაადგილება ღია სივრცეში, ანუ ქუჩებში. ჯონ კენედის კლავე და ამის შემდეგ იწყება ის გადადის აბსოლუტურად სხვა განზომილებაში და იწყება ლეგენდები. შვილის მკვლელობის დროს მისი მამა ჯოზეფი მძიმე დავადა, 1961 წელს მან გადაიტანა ინსულტი და ფაქტობრივად ვერ მეტყველებდა. შვილის მკვლელობის შესახებ მას უთხრა მეუღლემ როუსმა და შვილმა ედუარდმა. ახლობლები ყვებოდნენ, რომ ეს ამბავი მან ძალიან მძიმედ გადაიტანა. ის გარდაიცვალა 1969 წელს, მაგრამ მოესწრება კიდევ ერთი შვილის, რობერტ კენედის მკვლელობა 1968 წელს. 1968 წელს რობერტ კენედი პრეზიდენტად კენჭს იყრიდა დემოკრატიული პარტიიდან, მაგრამ კალიფორნიის პრაიმერიზის მოგების შემდეგ 5 ივნისს იგი მოკლა არაბმა ემიგრანტმა სირჰან სირჰანმა. მისი ცოლი ეთელი დარჩა 11 შვილით, მათგან მე-11 დაიბადა რობერტის მკვლელობის შემდეგ. კიდევ ერთი კენედის ესეთი ძალადობრივი სიკვდილის შემდეგ ჟაკლინ კენედის ისეთი პანიკა შეიპყრობს, რომ ტოვებს ამერიკას, მას ეშინია შვილების გამო. 1968 წლის ოქტომბერში ის ცოლად მიჰყვება ბერძენ მილიარდერს არისტოტელე ონასის და მისი სიკვდილის შემდეგ 1975 წელს ისევ ბრუნდება ამერიკაში, სადაც იცხოვრებს სიცოცხლის ბოლომდე 1994 წლამდე. ცნობილია, რომ ეს ქორწინება იყო პრაგმატული, მან ეს გააკეთა თავისი შვილების ფიზიკური უსაფრთხოების და ფინანსური დაცულობის გამო. 2011 წელს გამოქვეყნდა ინტერვიუების კრებული, წიგნის ფორმატში და აუდიო გიდით, ჯეკი კენედის უცნობი მოგონებები. წიგნი შედგება 8 საათიანი ინტერვიუსგან, რომელიც ჩაწერილია მისი ქმრის მკვლელობიდან 4 თვეში. ის თავისი ცხოვრების შესახებ ელაპარაკება ისტორიკოს არტურ შლეზინგერს. ეს ინტერვიუ ჩაიწერა იმ პირობით, რომ გამოქვეყნდებოდა მისი გარდაცვალებიდან ბევრი წლის შემდეგ და როგორც ვიცით, ჟაკლინ კენედი გარდაიცვალა 1994 წელს სისხლის კიბოთი დიაგნოზის დასმიდან 4 თვეში, დაახლოებით ისე, როგორც გარდაიცვალა მისი შვილიშვილი ტატიანა შლოსბერგი. ეს მოგონებები, რა თქმა უნდა, სუბიექტურია, მაგრამ ძალიან უნიკალურ ისტორიულ მასალას წარმოადგენს კენედის მმართველობის პერიოდზე. მაგალითად, მარტინ ლუტერ კინგზე ის ამბობს, რომ საშინელი კაცია, რომ მისი ქმრის დაკრძალვაზე ის მივიდა მთვრალი და დასცინოდა კარდინალს, რომელიც მესას ატარებდა. საფრანგეთის პრეზიდენტზე დეგოლზე ამბობს, რომ ის ქედმაღალი და ნარცისია. ინდირა განდის, ინდოეთის მომავალ პრემიერს უწოდებს გაბოროტებულ ქალს. მოკლედ, საინტერესო მემუარებია. და ერთ-ერთი მთავარი ფრაგმენტია, როდესაც ის ყვება, როგორ ხუმრობდა კენედი თავის შესაძლო მკვლელობის შესახებ, რომ ის იხსენებდა პრეზიდენტ ლინკოლნის მკვლელობას და ერთ-ერთ ისტორიკოსს კითხა, დარჩებოდა თუ არა ლინკოლნი ისტორიაში დიდ პრეზიდენტად, რომ არ მოეკლა. რაზეც ეს ისტორიკოსი პასუხობს, რომ სავარაუდოდ არა, რადგან ლინკოლნის რეპუტაცია აუცილებლად შეილახებოდა სამოქალაქო ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენის პროცესში. და კენედი კარიბის კრიზისის შემდეგ, როდესაც ყველაფერი კარგად დასრულდება, ეუბნება თავის ცოლს, მგონი შესანიშნავი მომენტია, თუკი ვინმეს ჩემი მოკლა უნდა, უკეთესი დრო შეიძლება არც დადგეს. მე აღარ გიამბობთ ყველა იმ უბედურ შემთხვევაზე, რომელიც 1951 წლის შემდეგ ამ დიდი ოჯახის წევრებს შეემთხვათ, როგორც გითხარით, მკვლელობების გარდა ეს იყო სხვადასხვა უბედური შემთხვევა, ავარიები, საავტომობილო თუ ავიაკატასტროფები, ზღვაში დახრჩობა, რაღაცა ზედოზირებით გარდაცვალება, ერთი მათი ნათესავი თხილამურებით სრიალის დროს დაიღუპა. მოკლედ არსებობს სტატისტიკაც და სადღაც პრესას დათვლილი აქვს რაღაც 22-მდე უბედური შემთხვევა ამ დიდ ოჯახში. 1999 წლის ივლისში ჯონ კენედის შვილი, უმცროსი ჯონი, თავის მეუღლესთან, კეროლინ ბესეტთან და მის დასთან ერთად დაიღუპება ავიაკატასტროფაში, თავისი კერძო თვითმფრინავით, რომელსაც თავად მართავდა. ჯონი იყო იურისტი, ჟურნალისტი, ძალიან პოპულარული, თავადაც და
სოლის მოყვანის შემდეგ მის და მისი მეუღლე სულ იყვნენ აი ამ მედიის ყურადღების ცენტრში. ამ ფილმის შესახებ ეს სერიალი, რომელიც გადაიღეს, არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება, მათ შორის ძალიან კრიტიკულიც, მაგალითად ცნობილი ჟურნალისტი ქრისტიან ამანპური, რომელიც მეგობრობდა ჯონ კენედისთან სტუდენტობის პერიოდიდან, მან თქვა, რომ არ ნახავს ამ სერიალს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ფულის შოუმის მცდელობა ახალგაზრდა ადამიანების ტრაგედიაზე და რომ ეს რაღაცა დრამატული ხაზი ამ სერიალის არის გაზვიადებული, ლაპარაკია იქ არის ასე ვთქვათ აქცენტი იმაზე, რომ ისინი გაუთავებლად შხუბობდნენ და რომ ეს იყო რაღაც ტოქსიკური ურთიერთობა. შარშან 35 წლის ტატიანა შლოსბერგმა, პრეზიდენტ კენედის შვილიშვილმა, კეროლაინის შვილმა, რომელიც იყო გარემოსდაცვითი ჟურნალისტი, ნიუ-იორკერში გამოაქვეყნა წერილი „ბრძოლა ჩემს სისხლთან“, რომელშიც წერს, რომ აქვს მწვავე ლეიქოზი, რაც დაუდგინდა 2024 წელს შვილის გაჩენის შემდეგ. ეს ახალგაზრდა გოგო 35 წლის გარდაიცვალა 2025 წლის დეკემბერში. თქვენ რას ფიქრობთ ამ დიდი ოჯახის ისტორიის შესახებ? ფიქრობთ, რომ ამ ხელა ოჯახში არ არის გასაკვირი ტრაგედიების სიმრავლე, თუ მაინც მისტიკისკენ იხრებით და გჯერათ იმ ცნობილი ლეგენდის წყევლის შესახებ? მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი აუცილებლად გამოიწერეთ ზღარბი და მოიწვიეთ ამ არხზე, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ამით ძალიან დაგვეხმარებით. მე კი მომავალ ისტორიებამდე გემშვიდობებით ნახვამდის.